თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძის წინა სასამართლოს სხდომა გაიმართა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმშელეს. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადახედვის საკითხიც განიხილეს და გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მათე დევიძე იმ 16 ადამიანს შორისაა, რომლებიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. დევიძე ბრალს არ აღიარებს. საქართველოს არის ღირსების საკითხი და წარმოადგენს რავს როგორც მე უნია და ჯერავს საკუთარ თავთავო ვარ ერთი ფარი რაღაც ჯანჯიკი არ ვით რაღაცია დააკვით ჩემი ქვეყნისა და სანამ ვიბრძოლებ და ვიბრძვი მომავალში საოცრად სამწუხარი ვიქნები და არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს მეტყვეთეს მუნდირის მატარებად არის სიგნალი და რაღაც ჩემი გარემოთი 99% თუნდაც ფრაზე იქნება სადმე ვიკრიბები არის მუნდირის მატარება მისნების შემდეგ არ წინა მოსამართლოს ვაიძულს და ჩემი ოჯახური მდგომარეობა არის ჩემი წარსული საერთოდ მოუწვიდა ჩემს ოჯახს საყვარელობებს პატიმრობა ეს არის პროფესიონალი ჩემი პირობებში არანაირად არ მოსაუბრება ორი საფრთხე ეს საფრთხეები არის მინიმალურში დასაბუთებული ვარაუდი ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი ბრალდების მხარე მინიმალურის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის პირობებში შეაფასა მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ კონკრეტული ფაქტი რომ როდესაც მისი ქმედება გახდა კონკრეტულ შემთხვევაში ხილული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მყისიერად შეეცადა სწორედ ამ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას არსებობს გარკვეული რისკი იმის რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ბრალდებული მიიმალოს მით უმეტეს ისეთ პირობებში როდესაც ასევე წარმოვაჩინოთ ის რომ გააჩნია საქართველოს საზღვრებს გარეთ გარკვეული სახის კავშირი ყოველი აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ ამ ეტაპზეც რელევანტური აღკვეთის ღონისძიებაში პატიმრობა და ძალაში უნდა იქნეს დატოვებული არ არსებობს არც ერთი გარემოება მათე დევიძის კვლავ პატიმრობაში დასატოვებლად ამ სიტუაციაში ვინაიდან გამოძიება უკვე დასრულებულია ის საფრთხე რომ ხელს შეუშლის გამოძიებას არ არსებობს ასევე მტკიცებულების განადგურების საფრთხე ხოლო აპელირება იმაზე რომ ჩაიდეს ახალ დანაშაულს საერთოდ წარმოუდგენელია და ფიქრობ რომ აბსურდია სასამართლოს ვთხოვ გაითვალისწინოს ასევე ბრალდებულის პიროვნება ის რომ არასოდეს არ ყოფილა კანონთან კონფლიქტში გაითვალისწინოს რომ აღარ არსებობს არც ერთი საფუძველი მისი პატიმრობაში დატოვების და პატიმრობა შეცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახით ირაოდ. ის საფუძვლები, რაც მითითებულია 22 გასული წლის 22 ნოემბრის განჩინებაში არ არის აღმოფხვრილი, აქტუალური, რელევანტურია. შესაბამისად, სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ 24 წლის 22 ნოემბერს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელად. Ek var şu bir kabul et, ben de ikram etmem. Gel,